გამარჯობა. მე ვარ ჟურნალისტი გოგა აფსიაური. ცხოვრობ გორში. ჩემი ინტერესის სფეროა ექსტრემალური ჟურნალისტიკა. მიყვარს სპორტი და მოგზაურობა. თქვენ ახლა იმყოფებით სოფელ დოეში. სოფელი დოეში სიძველი ქართული სოფელი გახლავთ. გოგი რაზმაძე 1950 წელს ვარ დაბადებული. ამ სოფლის მკვიდრი გახლავართ. სკოლაში დაამთავრე საშუალო განათლება, შემდეგ ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრე. ფართო პროფილის მექანიზატორი გახლავართ. 27 წელიწადი პედაგოგად ვიმუშავე. ძირითადად ტექნიკურ საგნებს ვასწავლები. მასალად ცოდნობა და რამდენიმე კიდევ ტექნიკური საგანი ახლა პირად მეურნეობას აწარმოებ და ესე ვცხოვრებ. პირველად როცა თოფი ხელში ავიღე აქ ძირითადად ნადირობა მწყერზე არის ხოლმე და ფრინველებზე არის და ძალიან გამიჭირდა ამ მწყრის მოპოვება, იმიტომ რომ მაშინ პატარა ვიყავი და თოფის ხმარებაც არ ვიცოდი ნორმალურად. და რამდენიმე პატრონა გავფუჭე, ასე რომ ვთქვათ, ვერ მოვკალე წყერი და გავბრაზდი. ბოლოს როცა მოვიპოვე პირველად აი მისი ფიტული გავაკეთე და იმის შემდეგ ეს ხელობა შემიყვარდა, სურვილი მქონდა რომ შემექმნა რაღაცა ისეთი, რომელიც სამახსოვროდ დარჩებოდა ჩემ შვილებს და სამახსოვროდ იქნებოდა ყველასთვის, ვინც მოდიან და ვინც ნახულობენ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს თითოეული ეგზემპლიარი, ყველა ექსპონატს თავისი ისტორია აქვს, იმ გავლილ ცხოვრებას მახსენებს, რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში მოვიპოვე ეს ფრინველები და ცხოველები. ხელშეულება კი უნდა ახლა. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის დროის პრობლემა. ფაქტიურად დასვენების დრო არ მქონია. თითოეული ეგზემპლიარი დაახლოებით 15-20-25 წელიწადს სცელებს და 25 წელი გაუხანგრძლივდა ცხოვრება, სიცოცხლე, პროსტორად. ეს ყველაფერი მარტო ჩემი არ არის. აქ მოდიან ბავშვები, მოდიან უფროსები, მოდიან ნახულობენ ამ ყველაფერს და ტყუებიან ამ ფრინველების სილამაზით. ძირითადად ზამთრის ფრინველები არიან ესენი. ზამთარში უფრო მეტი დრო გვაქვს თავისუფალი და ამ დროს ვიყენებ ამ ფრინველების მოპოვებაში და ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე და რა. იმიტომ რომ აი უბრალოდ თავიღოთ, აი თავიღოთ ფრინველის. აქ უამრავი კუნთი არის და ყველა კუნთი უნდა გაანთავისუფლო ხორცისგან და გამოაშრა. ამას მეაქვს ძალიან დიდი დრო და დიდ ნერვებს მოითხოვს. ამიტომაც ამ დარგს დერმატოლოგია ქვია და საქართველოში რამდენიმე კაცი არის პროფესიონალი დერმატოლოგი. მე თვითონ პროფესიონალი არ გახლავართ, მოყვარული ვარ და როგორც შემიძლია ესე ვაკეთებ. ჩემ კოლექციაში ძალიან ბევრი ფრინველები არის. აქედან დავიწყოთ. ეს გახლავთ ჩხიკვი. ულამაზესი ფრინველი და საერთოდ ჩემი გაკეთებული ფიტულები 15-დან 20 წლამდე ძლებს წამლები არ მაქვს, რომ წამლებში დავამუშავო და უფრო დიდი ხანი გაძლევს. ეს მემინო გახლავთ. ესეც ულამაზესი ფრინველი არის და ალბათ ჩვენ რეგიონში ყველაზე დიდ სიჩქარეს ეს ფრინველი ანვითარებს დაახლოებით 100-120 კილომეტრის სიჩქარით დაფრინავს. ყოდალა არის ეს და უნიკალური და ძალიან ლამაზი ფრინველი არის. რავი, ჩემი აზრით ლამაზი გამოვიდა. ესეც პატარა მცენარის ტოტი არის, გავასუფთავე, სადგარი დავუტოვე და დავიცი მე მომწონს და აი რომ ვუყურებ თვითონ ამის საქმიანობას, როდესაც ამ ფიტულს აკეთებს, აი მეც მშვიდდები. იმდენად მომწონს და სიამოვნებს, რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებს. უხარიათ ბავშვებსაც, რა თქმა უნდა, არიან ბევრი მსურველებიც რომ ნახონ, მარტო ფიტულებს არ აკეთებს, შეუძლია ცოტა რაღაცა ხეზეც იმუშაოს, აი პატარა სუვენირები გააკეთოს, იქ მაგი დაიქნება თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებულ ფორმას მისცემს ხეს, რომ აი ვიზუალურად ძალიან ლამაზია. როცა შემოვიდივარ, აქ ვისვენებ დაღლილი როცა ვარ. იმ დაძაბულობიდან განვიმუხტები და სიამოვნებს აი ამ ოთახში ყოფ. სოფელი კიდევ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ხშირად იაროს ანადიროთ და შენი სურვილები შეისრულო. როგორც ყველა ბავშვი, მეც ძალიან ბევრი ოცნებები მქონდა და
ალბათ ყველას ის ოცნებები არ უსრულდება. მე რა პროფესიაც მინდოდა იმ პროფესიისა არ გამოვედი. ალბათ ეს ხდება ცხოვრება რთული არის ძალიან. შენ რაც გინდა იმას ვერ აკეთებ და მე ცხოვრებისთვის რაც საჭიროა ნებით თუ უნებლიეთ აი ამ საქმეს აკეთებ. დაბადებიდან არავის არ უსწავლია არც დერმატოლოგია და არც ნებისმიერ საქმიანობას თავიდანვე ის პატარა ვერაფერს. მე ეს ცხოვრება გასწავლის ყველაფერს. ნებით თუ უნებლიეთ. მე მაგალითად მიმდევებელი გახლავართ, ბევრს უწყენებია ჩემთვის და ალბათ კიდევ ბევრი მაწყენებს, მაგრამ მე ყველას შეძლები დაგვარად პატრიოტ და ვცდილობ, რომ ყველას ღმერთმა ქნას, რომ ყველას მიუტევოს ეს თავისი ცოდვა. 26 წელიწადი ბავშვებთან მუშაობაში ვარ. ბავშვის რჩევაც მიმიღია თუ მისაღები არის და თუ საინტერესო შემოთავაზა. თუ ჩემ გავლილ გზას გადავხედა, შევცვლიდი, ალბათ არაფერს არ შევცვლიდი და იმ გზით ვივლიდი, რა გზითაც მივლია და რაც მიკეთებია. მე სხვანაირი ალბათ ვერ ვიქნები. როგორიც ვარ, ისეთი დავრჩები, რომ დამაბრუნოთ უკან. პატარა დეტალები კი შეიძლება შემიცვალა, მაგრამ ძირითადად ისე ვიქნები, რაც ახლა ვარ. კითხვა მიყვარს ძალიან, ბავშვები მიყვარს, ჩემი შვილები მიყვარს ძალიან, ამათთან ვატარებ იმ პატარა დროს, რომელსაც გამოვნახავ. ჩემი სურვილი იყო, რომ მრავალშვილიანი ოჯახი მყოლიყო. ჩემი ბიჭი როცა პატარა იყო, ჯერ კალამსაც ვერ ერეოდა, ბანკარი იპოვა და რაღაცა მონახატი გააკეთა ქაღალდზე. ეს ალბათ თანდაყოლილი ნიჭი არის. ეს გახლავთ ბოლო ნამუშევარი, რომელიც ერთ დღეში დაასრულა. ბანკაში ნამუშევარი არის, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარი არის, ეს უკვე დიდი ხნის ნამუშევარია და ყველა მის ნამუშევარს ვინახავთ. დაიწყო და აღარ დაამთავრა, არ მოეწონა ეს ნახატი და დარჩა. გაახსენდება მე თავის ბავშვობა და საინტერესო არის მისთვისაც და ჩვენთვისაც. საკმაოდ ბევრი ნახატები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის პატარა არის ლოანებით. რამდენიმე მისი ნამუშევარი გამოფენაზე ხანდა. დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ნახატს. თავისი ფანტაზიით ნახა სურათი და მე თვითონაც შეკვეთა. ბავშვებთან მინდა სადღაც ბუნებაში გავიდე. აი ეს ჩემი ჰობი არის თუ ჩემი სურვილი არის ისეთი, რომ ჩემ შვილებს უყვარდეთ ბუნება, ყველას უნდა უყვარდეთ ბუნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ ჩემ შვილებსაც ბუნება უყვარდეთ, აი ეს სილამაზე, ის ხიბლი, რაც ბუნებაში არის, ყველაფერი ბოლომდე აღექვამ და აი ამ ყველაფერს ჩაწვდო. მინდა რომ აი ეს ვასწავლო ჩემ შვილებს. ჩემი სურვილი არის, რომ ყოველი დღე რაღაცა დადებითი გავაკეთო, არავის არ აღვამო, შექმნა რაღაცა, ან ვიღაცას დავეხმარო, ეს მოკლედ სიკეთე ვაკეთო. პატარა ამანა ცოცხალი ძაღლი. და მე მეჩხუბე